გამარჯობათ. აი შემდეგი თვალი მინდა გაჩვენოთ ახლა ეს მე დავტოვე ეს ბოლოს რაც მოგხსოვეთ, ხო გახსოვთ აი ესეთი თვლების სამი ნამატით იყო და შემდეგი რიგი იყო თვალი ნამატის გარეშე, შემდეგ ისევ თვალი სამი ნამატით, ისევ თვლები ნამატის გარეშე. აი ეს ნაკსოვი დავტოვე, იმიტომ რომ ახლა მე ესეთი თვალი უნდა გაჩვენოთ, მოგხსოვა ესეთი ნახეთ. აი პლუს ნიშანია და თავზე ესეთი კლაკნილი აქვს. ან შეიძლება შეგხვდეთ როგორც კრესტიკი და თავზე კლაკნილი. აი თავი ეს ხედავთ ხო? ეს იგივე აი ესეთი თვალია, თვალი ნამატის გარეშე უბრალოდ თავზე ესეთი კლაკნილი აქვს, რაც მიანიშნებს რომ მიმართულება ქსოვის საპირისპიროთ არის. აქაც ესეც არის დასახელება ინგლისურად reverse single crochet, ანუ შიგცეული უკუსლით უნდა გავაკეთოთ. ეხლა ვნახოთ აქ ნახეთ, ეხლა მე გახსოვთ ხო, აი აქ მოვედით, აი ესე მოვხსოვე რიგი თვლებით ნამატის გარეშე. ეხლა იმის ნაცვლად რომ მე წავყვე აი მომდევნო რიგში, ეს პირიქით, აი ეს პირდაპირ ასე უნდა წავყვე, ხო? ესე იგი მიმართულება ქსოვის, ჩვენ როგორც წესი გვაქვს ხოლმე მარჯვნიდან მარცხნივ, ამ შემთხვევაში მარცხნიდან მარჯვნივ, ხო? reverse, ანუ შეგცეული ქსოვა ესეთი იქნება. ეხლა აქ შეიძლება ერთი თავისუფალი თვალი მაინც გავაკეთოთ, გამოვიყვანოთ და ეხლა მივდივართ უკუსვლით და არის თვლები ნამატის გარეშე. ოღონდ ეხლა ნახეთ დააკვირდით, ეს როგორც ბიჯის თვალი მაქვს, ხო, ეს ერთი თავისუფალი თვალი. ეხლა აქ სასურველია, ნახეთ, როგორც წესი, ეს კეთდება ხოლმე, რომ კიდე ფორმირდეს ძალიან ლამაზი კიდე, დაკბილული. ხო, ამიტომ სასურველია, რომ პირველივე თვალში შეხვიდეთ, ნახეთ, სადაც აი პირველი თვალი გაქვთ, ხო? აი აქ. ორ კედელში ჩვეულებრივად და ამოიყვანეთ თვალი ნამატის გარეშე, ხო? ეხლა შემდეგი თვალი, ნახეთ, შემდეგი აი ესა გაქვთ, ხო? უკუსვლით. ცოტა ის კი არის დამაბნეველი, მაგრამ არა უშავს, აი ესე. ისევ ამოიყვანეთ. თავისთავად გამოდის ესეთი გრეხვა თითქოს, აი ნახეთ. შემდეგი აი აქ არ ხო, ნახეთ, სადაც არ ყოფილვარ. აი ესე, სამუშაო ძაფი გამოიტანეთ და მე კიდევ ერთხელ. აი ესე. როგორც თვალს ნამატის გარეშე გსვთ, აი ესე. აი აქ ნახეთ, შემდეგი აქ უნდა შევიდე. ორივე კედელი, აი ნახეთ, ორი კედელი აქვს, ხო? 1, 2, ორივეში შევდივარ. ესე, ხო? გამოვიტანე და კიდევ ერთხელ გამოვიტანე. აი ესე. კიდევ მოდით გავყვეთ ხო ამას ამ რიგსაც ბოლომდე. აი ეს არის შეგცეული თვალი ნამატის გარეშე, რომელიც ძალიან ისეთ ლამაზ კიდეს გააძლევთ, დაკბილულ კიდეს. ჩანთების შემთხვევაშიც ხშირად გამოიყენება. ну, არა ყოველთვის, მაგრამ ზოგჯერ გამოიყენება ნამდვილად. თავისებურ სტილს აძლევს კიდეს და თუ გინდათ მაინც აი ასეთი დაკბილული და გრეხილი კიდე, ეს ძალიან კარგია. აი ეს. ნახეთ, აი ეს თვალი დაგვრჩა ერთი თვალი და აი ეს გამოვიტანე და კიდევ ერთხელ გამოვიტანე. აი ეს არის ძალიან მარტივია სხვათა შორის. აქეთ მხარეს უკუღო მხარეს ცოტა სხვანაირად გამოიყურება, მაგრამ ეხლა თქვენ შემთხვევაში რახან ჩვენ აი როგორც დასახელება აქვს ხო შეგცეული, ანუ მარცხნიდან მარჯვნივ და აი როგორც გაძლევთ ნაკსოვს, ეს არის თქვენი წაღმა მხარე ამ შემთხვევაში, ხო? როცა მარცხნიდან მარჯვნივ მიდიხართ. თორე უკუღო მხარეს თუ შეხედავთ, ეს არც ისე საინტერესოა, არ არის იმდენად ეფექტური, როგორც აი ეს მხარე. ხო, ეს შეგცეული თვალი ესეთი. კარგით, აი ეს მინდოდა მეჩვენებინა, დავამატე ამ წინა ნაკსოვს და მე მგონი ლამაზი გამოვიდა, ხო? მივახლოვებ. აი ეს. კარგით, აბა წარმატებები. მოვალ შეხვედრამდე.